გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. მედიის პოზიტიური გამოხმაურება, არსენალის კომაგების ნეხი კვარაცხელიაზე და არსენალი ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე. შედგება თუ არა ჩაკვეტადის ტრანსფერი პრემიერ ლიგაში. ვიდეოს დაწყებამდე კითხავნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია რომ 90000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხართ ხონან დაიზარებ არხის გამოწერას. ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა. ყველას მადლობას ვიხდით, ვინც ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. ბრიტანული ლიდს ოლოვერის ცნობით, პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ლიდს იუნაიტედი ჩემპიონშიპის 3 ვარსკვლავის დამატებას გეგმავს და მათ სიაში გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ამ ტრანსფერთან დაკავშირებით კი ეს გამოცემა დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ყოველთვის როცა ბოტფორდი კარგად თამაშობდა, მეტოქე გუნდის კომაგები სოციალურ ქსელებში წერდნენ, თუ რა კარგად მოქმედებდა ჩაკვეტაძე და რამხელა შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე. სამწუხაროდ მან სეზონი ტრაუმის გამო ნაადრევად დაასრულა. საქართველოს ნაკრების წევრი ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის, 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, მაგრამ ეს მისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ეჩვენებინა. 25 წლის ფეხბურთელი ჩემპიონშიპში ერთ-ერთ საუკეთესო დრიბლიორად ითვლება. ლიდს კი ასეთი სტილის მოთამაშე აუცილებლად ჭირდება და მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეეძლება. გუნდი კი ახალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში ითამაშებს, ამიტომ მათ ფიზიკურად ძლიერი და კარგად მომზადებული ფეხბურთელი ჭირდებათ. ჩაკვეტაძე კი სწორედ ასეთია, ამიტომ მას პრემიერ ლიგის კლუბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. წერს ბრიტანული გამოცემა. დავითაშვილის ბრწყინვალე გოლი და ახმაურებული ფრანგული პრესა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 32 ტურში ზურიკო დავითაშვილის სეტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე მონაკოს დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა. ქართველი შემტევი კი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ხოლო 62 წუთზე, როდესაც ანგარიში მონაკოს სასარგებლოდ 0-1 იყო, დავითაშვილმა ბრწყინვალე შორეული გასროლის წონასწორობა აღადგინა. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი შემტევის გუნდმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო და დარჩენილ დროში მეტოქისგან 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ზურიკოს თამაშზე ფრანგულ მედიაში არაერთი კომენტარი გაკეთდა. მაგალითად, ეკიპმა დავითაშვილის თამაშის შემდეგი კომენტარი გააკეთა. მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გატანილმა გოლმა სენტ-ეტიენის საშინაო არენაზე მყოფ გულშემატკივრებს გიჟური ემოცია მიანიჭა, მაგრამ ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. ზურიკო სურდა კარგად ეთამაშა და ეს გოლი მისი ჯილდო გახლდათ. ამიტომ ის მიერ მოხდენილი გავლენიდან და სტანდარტულებიდან გამომდინარე, დავითაშვილმა დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მწვანეების X-ფაქტორად რჩება. წერია გამოცემაში. მიქაუტაძის მე-17 გოლი და ბრძოლა ევროტურნირებისთვის. საფრანგეთის ლიგა 1-ის 32 ტურში ლიონის შინ ლანსთან 1-2 დამარცხდა. ლიონის ქართველმა ფორვარდმა კი შეხვედრის 79 წუთზე ულამაზესი თავური დარტყმით გოლის გატანა შეძლო, თუმცა საბოლოოდ ფონსეკას გუნდი მაინც დამარცხდა. მათ კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს, რის გამოც ლიონი ამ მომენტში საუკეთესო 6-ეულის მიღმა, ხოლო მე-7 ადგილზე გასვლის შემთხვევაში ლიონი ევროტურნირების აგზურს ვერ მოიპოვებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს შემდეგი სიტყვებით აფასებს. მაგალითად, მაქსი ფუტი მიქაუტაძის თამაშს 7 გოლით აფასებს. ლაკაზეტის არ ყოფნისას ქართველი შემტევის სასტარტოში მოგვევლინა და ძალისხმევა არ დაიშურა. პირველ ნახევარში იშვიათად ჩნდებოდა ხელსაყრელ პოზიციებზე. რამდენიმე არაზუსტი მცდელობის მიუხედავად კი მაინც არ ნებდებოდა და გოლის გატანას ცდილობდა. ზოგჯერ მიქაუტაძე ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ საბოლოოდ თავით მაინც შეძლო გოლის გატანა. წერია გამოცემაში. ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა. ფიქრობ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და 2-1 გოლი გაუშვით, რომლის თავიდან აცილებად შეგვეძლო, განსაკუთრებით მეორე გოლის დროს, რის შემდეგაც თამაში დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ. სამწუხაროა, რადგან ჩვენ შანსები ქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ეს კი ძალიან რთულია და სახლში წაგებით საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ, განაცხადა მიქაუტაძე. როგორც მოგეხსენება, 7 მაისს კვარაცხელია თავის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ითამაშებს არსენალის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფეხბურთელის კლუბი გამარჯვებას შეძლებს, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა. შესაბამისად, შეხვედრის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდება. ამასთან დაკავშირებით კი იტალიური გამოცემა არია ნაპოლი Sky Sport-ის ჟურნალისტის პერსონალურ შეხედულებასაც გვთავაზობს, რომელიც PSG-ისთვის კვარაცხელიას მნიშვნელობას შემდეგი სიტყვებით ხსნის. პარიზში ჩასულმა ქართველმა გუნდზე გავლენა დაუყოვნებლივ მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე მისი გავლენა აბსოლუტურია. კვარაცხელია
კვარაცხელიას ტრანსფერი იანვრის შენაძენთა შორის საუკეთესოა. PSG-მ ეს იმ გავლენის გამო გააკეთა, რაც ქართველ ფეხბურთელს აქვს. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც პარიზელებს აკლდათ და მისმა მაღალმა ხარისხმა გუნდს საშუალება მისცა, რომ წინ დიდი ნახტომი გაეკეთებინა, ამბობს სტეფანო ბორჯი. ასევე ხვიჩაზე Daily Mail-მა, Mirror-მა და სხვა გამოცემებმა დაწერეს. ქართველ გარემარბზე კი არსენალთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჩარლზ უოტსმაც ისაუბრა და Cloud-Offside-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა. ხვიჩას შესახებ კი დეტალურად შემდეგი კომენტარი კეთდება. კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია. ბევრი ისეთ შემტევს ვერ იპოვით, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ტიმბერი არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდონ, მაგრამ ფაქტია, რომ საწყის ნახევარ საათში ქართველმა გარემარბმა სწორედ ეს გააკეთა. რთულია Paris Saint-Germain-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიას ნაჩვენებ თამაში ხედო და არ იფიქრო, თუ რა მოხდებოდა, რომ მისი გაფორმება არსენალს ეცადა. თქვი, რომ მეტოფეებს მის შესაძენად მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ. PSG-ში დამტკიცდა, რომ კვარაცხელია შეძენა სწორი არჩევანი იყო. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს. მას გამორჩეული სტილი აქვს და მომწონს, როდესაც ფლანგის მცველებზე მიდის. კვარაცხელია პრემიერ ლიგისთვის ბრწყინვალე დანამატი იქნებოდა და ვიცი, რომ ლივერპული მას თვალს ადევნებდა, მაგრამ Paris Saint-Germain-მა სწრაფად იმოქმედა, რათა მისთვის ბრძოლაში წამყვანი პოზიცია დაეკავებინა, წერს ბრიტანელი ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ფრანგულ პრესაში ჩიაქეს. ეკიპის თქმით, მან უდიდესი სამუშაო გასწია და პენალტის მოიპოვა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა. RMC სპორტმა კი განაცხადა, რომ ხვიჩამ ტიმბერს ჯოჯოხეთი მოუწყო. სწორედ აქვე დავძენი იმასაც, რომ საპასუხო დაპირისპირების წინ მედიაში მეტოფეებისთვის ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. იწერება, რომ PSG-სთან გუნდის კაპიტნის მარტინ ოდეგორიცა და ჟულიან ტიმბერის თამაში საეჭვოა. ამასთან დაკავშირებით გუნდის თავკაცმა მიკელ არტეტამაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი დააკვირდებიან თუ როგორ იგრძნობენ თავს თამაშამდე, მაგრამ მათი თამაში PSG-სთან საეჭვოა. თუმცა მიუხედავად კვარას მიმართ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულებისა, შეხვედრის მოახლოებასთან ერთად არსენალის ფანებმა კვარას კრიტიკა დაიწყეს და ცდილობენ ფეხბურთელზე წნეხი გაზარდონ. კვარაცხელიას თამაშს ბევრი გამოცემა ყოფილი ფეხბურთელი თუ მედია საშუალება გამოეხმაურა. უმრავლესობის აზრით კი ქართველ ვინგერს კარგი მატჩი ჰქონდა. თუმცა ამ მოსაზრებას არსენალის ფანები კატეგორიულად უარყოფენ და სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგ კომენტარებს წერენ. ის ნამდვილი გრილიშია მხოლოდ იმის გამო, რომ მასში გადახდილ თანხას ვერ ამართლებს. კიდევ კარგი ჩვენ არ ვიყიდეთ. კვარაცხელია ზოგადად ძალიან მომწონს, კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მისი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. ვერ ხვდები ხალხი ამდენ სატოს საუბრობს მასზე. კვარაცხელია მატჩის დასაწყისში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა შემდეგ ის გავანეიტრალეთ. მეორე მატჩშიც ასე უნდა მოხდეს და გავიმარჯვებთ, წერენ არსენალის ქომაგები, მაგრამ ხვიჩა რა თქმა უნდა თავის ათქმელს მოედანზე იტყვის. სასიხარულო ფაქტია, რომ კვარაცხელიას გუნდმა არსენალი გასვლაზე დაამარცხა, ახლა კი პარიზელები სახლში თამაშობენ. ეს შეხვედრა კი 7 მაისს ღამის 11 საათზე დაიწყება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო მიწორმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ფსიქოლოგიური პრობლემები და ტრანსფერი კვარაცხელიას გამო. ბარსელონა საქმეშია. 250 მილიონი მზადა. მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რეკორდის დამყარებისთვის ემზადება. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბაიერნის ხელმძღვანელობა ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობს. გამოცემა ეკიპის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი ახალგაზრდა გერმანელის ტრანსფერს პრინციპის საკითხად მიიჩნევს. მისი ტრანსფერი კი შესაძლოა ბაიერნის ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდეს. საუბარია 250 მილიონ ევროზე, საიდანაც 125 მილიონს ფარმაცევტებს გადაუხდიან. 125 მილიონს კი ფეხბურთელი 5 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ალბათობით ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ზაფხულში კლუბს დატოვებს და რეალს ჩაიბარებს. შესაბამისად, სამეფო კლუბი ასევე დაინტერესებულია ვირცის შეძენით. ამიტომ შესაძლოა, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ნაცნობ მწვრთნელთან მუშაობის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. შესაბამისად, ზაფხულში ამ ფეხბურთელისთვის დიდი სატრანსფერო ბრძოლა გაჩაღდება. ფრანგული გამოცემა ეკიპი ბრედლი ბარკოლას მომავლის შესახებ წერს, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფრანგ შემტევს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთან დაკავშირებით კი ეკიპი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. სეზონის პირველ წრეში ბრედლი ბარკოლა შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა იანვარში კლუბის მიერ კვარაცხელია შეძენა მასზე უარყოფითად იმოქმედა. მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ვერ მიხვდა თუ რატომ განახორციელა PSG-მ ტრანსფერი. ბრედლის ფლანგის გამოცვლა უწევს, სადაც ის ნაკლებად ეფექტურია. მას ამჟამად გუნდში სერიოზული სტატუსი არ აქვს. ამის კი ორი მიზეზი არსებობს: კვარაცხელიას ტრანსფერი და დეზირე დუეს პროგრესი. მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლას ლუის ენრიკესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ზაფხულში გუნდის დატოვებას განიხილავს. პარიზელები ცენტრ ფორვარდის შეძენას გეგმავენ, რის შემდეგაც მას გარემარბების პოზიციაზე კვარაცხელია დემბელე დუესთან კონკურენცია მოუწევს. ამიტომ ორი ადგილისთვის დიდი ბრძოლა იქნება. მისი შანსები კი 1-2-რად შემცირდება.
იწოდება, წერს ფრანგული გამოცემა. რაც შეეხება ბარკოლას მომავალს, ესპანური ელ ნაციონალი წერს, რომ ბარკოლას მიმართ ინტერესი ბევრ გრანტს აქვს და მათ შორის არის კატალონიის ბარსელონაც. კატალონიელები ბარკოლას დიდი ხანი არ ასაკვირდებიან. ჰანსი ფლიკს კი შეტევის მარცხენა ფლანგზე რაფინიასთვის კონკურენციის შექმნას სურს. შესაბამისად არსებობს დიდი შანსი, რომ სეზონის ბოლოს ბრედლი ბარკოლა კატალონიის ბარსელონას შეუერთდეს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.